შეერთებული შტატები უკრაინას მოკავშირეობის განსაკუთრებულ სტატუსს არ მიანიჭებს. ამის შესახებ როიტერის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პოროშენკოს განმარტებით, უკრაინასთან ამერიკის თანამშრომლობის უკვე მოქმედი სტატუსის სტრატეგიული პარტნიორობა მოკავშირეობაზე უფრო მაღლა დგას. პოროშენკომ და ობამამ უსაფრთხოების ეკონომიკისა და ენერგეტიკის საკითხები განიხილეს. ბარაკ ობამამ ხაზი გაუსვა სამშვიდობო შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. სამწუხაროდ ჩვენ კიდევ ხედავთ რუსულ აგრესიას, რომელიც ყირიმში დაიწყო და აღმოსავლეთ უკრაინაში გაგრძელდა. მინდა მადლობა უთხრა პრეზიდენტ პოროშენკოს, რომელმაც მიაღწია არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, არამედ საკმაოდ რთული კანონმდებლობის მიღებას, რომელიც აღმოსავლეთის მცხოვრებთა წარმომადგენლობასა და ადგილობრივ საქმეებში მათ მონაწილეობას გაზრდის. ეს აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დეესკალაციისა და სამშვიდობო პროცესის ერთადერთი გზაა. იმედი გვაქვს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც 12 დღეს გრძელდება, რეალურ მშვიდობას მოიტანს. მედიის ცნობით, ამერიკაში ვიზიტისას პეტრო პოროშენკომ ვაშინგტონისგან იარაღის მოწოდების პირობა ვერ მიიღო. თუმცა ამერიკა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დახმარებას გაუწევს. თეთრი სახლის პრესსამსახურის ცნობით, კიევს ამ მიზნით სულ 116 მილიონი დოლარი გამოეყოფა, რომელიც საზღვრის დაცვის გაძლიერებას და უსაფრთხოების ძალების წვრთნას მოხმარდება. ამერიკასთან ურთიერთობის განსაკუთრებული სტატუსი პეტრო პოროშენკომ ვაშინგტონის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას თხოვა. გამოსვლა 40 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დღეს უკრაინელი ჯარისკაცები მსოფლიოში დემოკრატიისთვის იბრძვიან და ქვეყანას ამერიკის და ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერა სჭირდება. მისი განცხადებით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდნენ, რომელსაც მსოფლიომ პასუხი უნდა გასცეს. თებერვალში, როდესაც მსოფლიომ დაინახა, რომ უკრაინას თავისუფლებას ვერავინ წაართმევს, გარე აგრესორმა ჩვენი ტერიტორიის წართმევა დააპირა. ყირიმის ანექსია თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცინიკური ღალატია. არც ერთ შემთხვევაში ჩვენ ყირიმის ოკუპაციას არ შევეგუებით. უკრაინის წინააღმდეგ აგრესია არის საფრთხე გლობალური უსაფრთხოებისთვის. ჰიბრიდული ომი, ტერორიზმი, ნაციონალისტური, რადიკალური და ექსტრემისტული მოძრაობები, საერთაშორისო შეთანხმების ეროზია, ეროვნული იდენტობის წაშლა, ყველა ეს საშიშროება ევროპას ემუქრება. თუ მათ არ შევაჩერებთ, ისინი ევროპის საზღვრებს გაცდება და მთელ მსოფლიოს მოედება. დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, უკრაინულ დემოკრატიას მხოლოდ საკუთარი ძლიერი არმიის იმედი უნდა ჰქონდეს. მომავალ წლებში ძლიერი არმიის მშენებლობა ჩვენი დემოკრატიის ეგზისტენციალური ტესტი იქნება.